საღამოშვიდობის მეგობრებო, დღეს განსაკუთრებული ლაივი მექნება, ლაივი, შემომიერთდით. დღეს მექნება, ალბათ ყველაზე განსაკუთრებული ლაივი, რაც კი გამიკეთებია, საერთოდ ჩემი ინტერნეტ სივრცის აქტივობაში. ლაივების ჩაწერის განმავლობაში, მოდი ესე ვთქვათ. სურათზე თქვენ ხედავთ, მოგესალმებით, პირველ შემომიერთდით, არ ვიცი რომელი ხარ, ნახულობა რომელი ხარ, რომელი შემომიერთდი. ვერ გხედავ, არ ვიცი რომელი ხარ, მაგრამ მოგესალმებით. ეს სურათი მეგობრებო, გადაღებულია დაახლოებით 1989 წელს, ალბათ ესე. აქ ვარ დაახლოებით 4 წლის და ეს მაიკა არის თუ ჯემბრი უბრალოდ, რომელიც მათშია მომიქცევა დედაჩემმა და ლამაზად დააქარგა უხსენებელი, რომელიც შემდეგ ძალიან საინტერესო როლს ასრულებს ჩემს ცხოვრებაში. ეხლა რა ვთქვათ? დღეს მექნება რატომ განსაკუთრებული ლაივი, იცით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ მნიშვნელოვანი ადამიანები და ბავშვი, მათი ბავშვობის პერიოდი. მოდი ესე ვთქვათ, მათი ბავშვობა, მნიშვნელოვანი პირები და მათი ბავშვობა. და დავიწყე რა თქმა უნდა ჩემით. ეს გვერდით ჩემი ძმა არის, დაახლოებით 1 წელი არის და 1 წელი და 1 თვეა განსხვავება მე და ჩემ ძმას შორის. და გადავიდეთ ახლა სხვა დანარჩენ ბავშვებზე, რომლებიც მოგიმზადეთ მეგობრებო. გადავიდეთ სხვა ბავშვებზე. და გავიხსენოთ ბავშვობა. ეს არის დავით ბაქრაძე მეგობრებო, პატარა საყვარელი, ხო, ეხლა ამ პერიოდში, ახლა როცა ჩვენ ამ სურათს ვუყურებთ და როცა ეს სურათი გადაიღეს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომენტში დავით ბაქრაძე სულაც არ იცოდა რა ელოდა მომავალში, მაგრამ დავაკვირდეთ ერთ რამეს, დავაკვირდეთ ამ ბავშვების სურათებს, ამ ბავშვების გამომეტყველებას, ამ ბავშვების მიმიკებს, მანევრებს და ასე შემდეგ, ხო? ჩემთვის ყველაზე ძალიან საინტერესო აი ეს იყო გიორგი მარგველაშვილი, ძალიან საყვარელი სურათია. ერთადერთი ადამიანებს რაც შეგვაყვარებს არის ის, რომ ვნახოთ მისი დაუბინძურებელი აურა, როგორი იყვნენ ბავშვობაში, როგორები იყვნენ ისინი, როგორები მოევლინენ დედამიწას, რა მისიით მოვიდნენ. ხომ? ანუ მათი მისია, სრულდება თუ არა მათი მისია, არის თუ არა მათი მისია შეცვლილი, ჩარეულია თუ არა უხეშად სხვისი ხელი და ასე შემდეგ. მოდი ამაზე ვიბაასოთ დღეს მეგობრებო. ახლა გადავალ მე კიდე ერთ, ეს უკვე თინეიჯერობაში, აქ დიდად ვერ გავიგებთ ბავშვობას, ეს სურათი იმდენად არ არის მნიშვნელოვანი. მოდი დანარჩენებს გაგანდობთ კიდე. აქ ეთყობა უკვე ბავშვს ალექსანდრეს, რომ ბავშვობაშივე რაღაც ისეთ გარემოში იზრდება, რომ დაზაფრული სიტუაცია, დაძაბული სიტუაცია, მოშობული ვერ არის ბავშვი, ზრდიან ჩარჩოებში, მწუხვარ, ძალიან მწუხვარ. ერთადერთი რაც მადარდებს ხოლმე არის ის, როდესაც ბავშვებს აქცევენ ჩარჩოებში და აი ახლა ამათ ბავშვობებს გავეცნოთ მეგობრებო, როგორი ბავშვები იყვნენ ისინი. აქ უნდა ეწეროს ეთყობა მარცხნივ და მარჯვნივ ბავშვი ნამდვილად არ არის. მაგრამ
მოდი ვნახოთ კიდე დანარჩენებიც. აი აქ უკვე მეგობრებო მივადექით ძალიან საინტერესო საკითხს. ხედავთ აქ პატარა დაზაფრულ ბავშვებს, რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში, როგორც ჩანს, ერთმანეთის გამტანები არიან, სავარაუდოდ დედიკოს და მამიკოს ფონზე ისინი ერთად დგანან და როგორც ჩანს ესენი არიან ძალიან რთულ ვითარებაში გაზრდილი ბავშვები. სავარაუდოდ ესენი არიან და-ძმები. ერთ-ერთი მათ შორის არის გიგი ურგულავა, ალბათ მარცხნივ მდგომი. მე ესე ვთვლი, რომ ეს მარცხნივ მდგომი გიგი ურგულავა არის, თუმცა ხედავთ, რომ ორივე ბავშვი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მათი ფსიქოტიპი უკვე ჩამოყალიბებული შიშის ქვეშ მდგომი ზრდასრული ადამიანის გამომეტყველებაა. მოდი გადავიდეთ კიდევ სხვაგან. შალვა ნათელაშვილი. შალვა ნათელაშვილი ნუ მიწყენს, მაგრამ რატომღაც ეს ფოტო მაგონებს ინაპლანეტიანებს, უცხო პლანეტელის თავი აქვს. ანუ ცუდად ნუ გამიგებს, მაგრამ მაღალი შუბლი აქვს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ბავშვს აქვს არაჩვეულებრივად განვითარებული გონება. თუმცა ეს ბავშვისთვის ძალიან დამთრგუნველი შეიძლება აღმოჩნდეს. აი ამ სურათზე ალბათ იქნება დაახლოებით 3 წლის შალვა ნათელაშვილი, რომელსაც უკვე გამზაფრებული აქვს და დამძიმებული აქვს გონება რაღაცეებით. მის გამოხედვაში არ იგრძნობა ბავშვი. თუმცა როგორც უკვე ვიცით, შალვა ნათელაშვილს როგორც სურათზე უყურებთ, ისე აქვს წასული ცხოვრება, სხვათა შორის. რა თქმა უნდა, ნიჭიერი პიროვნება, მაგრამ ზოგი ნიჭი სულაც არ არის სახარბიელო მეგობრებო. თუ მას გამოვიყენებთ არასწორად. ნიკა მელია. მოდი ამაზე ცოტა შევჩერდები, რადგან ნიკა მელიასთან მე მაქვს ესეთი შეხვედრა გარე სივრცეში, სადაც ის გამოდიოდა სცენაზე ერთ-ერთი ნაციონალების შეკრების დროს და მე მას პირისპირ ვარ, ესე იგი მისი ენერგეტიკა მე ახლში მაქვს ნანახი და სხვათა შორის მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც მისი ენერგეტიკა ვნახე ახლში. ეხლა მე რა შთაბეჭდილება დარჩა იმას მოგიყვებით. მე ამ სურათიდან გამომდინარე, ეხლა რომ ვნახე მისი სურათი, მივხვდი რატომაც გამიჩნდა ის შეგრძნება, მე რომ ის პირისპირ ვნახე. ეხლა ნახეთ, როდესაც მე ის პირისპირ ვნახე, ანუ ჩვენ არ გავსაუბრები ვარ ერთმანეთს, ერთადერთი ის იყო, რომ ის სცენაზე იყო და მე ცოტა დაბლა ვიყავი და მკითხე, მეთქი დაგავიწყდათ, მეთქი იმის თქმა თქო რა, რაღაც დღეობა იყო და დღეობა რატო არ მიულოცეთ მეთქი ადამიანებს, ხო და საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანში მე დავინახე ერთი რამ. ეს ადამიანი არის გამოკეტილი, დაჭერილი, არ ვიცი რატო, არ ვიცი როგორ მოახერხეს, მაგრამ ამ ადამიანის ცხოვრებაში საგრძნობლად ჩაერია რაღაცა ძალა, რომელმაც მისი მისია გაცილებით სხვა მიმართულებით წაიყვანა, ვიდრე ის უნდა შესრულებულიყო. ეხლა მე ამ ადამიანს რომ ვუყურებ ამ სურათში, პატარა ბავშვი, ხო, დაახლოებით 6 წლის არის, ალბათ 7 წლის. ამ სურათში მე ვხედავ, რომ ამ ადამიანს ქონდა და დაკისრებული აქვს მისია, რომელიც არის თუ თვალების მიხედვით ვიმსჯელებთ, ძალიან დიდი მისია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რომელი მხრით არის ეს განვითარებული, ანუ სიბოროტის მხრივ თუ სიკეთის მხრივ, აი სწორედ მაგაზია საკითხი, რომ სიბოროტის მხრივ
მისი მისია არის გადახრილი. თუმცა მისი მისია არის დაბადებიდანვე სიკეთის გზით სვლა. მაგრამ არ ვიცი რა ჩარევა მოხდა, როგორ ჩაერივნენ, რანაირად ჩაერივნენ, მშობლები, ნათესავები თუ ვინები, არ ვიცი, მაგრამ თუ ეს ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს, არ ვიცი ახლა შეიძლება არც ნახოს ცხოვრებაში, მაგრამ სავარაუდოდ თუ ეს მის ყურამდე უნდა მივიდეს, აუცილებლად მე ვურჩევ ამ ადამიანს, რომ ჩაუღრმავდეს თავის მისიას, გაიხსენოს თავისი მისია. რამე თუ ის, რასაც დღეს აკეთებს, ეს მისი მისია არ არის. მას გაცილებით სხვა მისია აქვს და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე დღეს ის რამე საქმეებს წარმოადგენს. კარგი, ვიცით ვინც არის ნიკა მელია, მე ნაციონალი არასდროს არ მინდა რომ ვიყო, ღმერთმა დამიფაროს, თუი ეშმაკს. ასევე ყველა ის ადამიანი, აი ამ ადამიანის ჩათვლით, ვინც გამოჭერილი ყავთ ამ მისიაში, ანუ მისის შეცვლა მოხდა ამასთან, როგორც ჩანს, ნიკა მელიასთან და ეს მე მაშინვე ვიგრძენი, როდესაც მას პირისპირ შევხვდი. ანუ შევხვედრა რა, დაგეგმილი არ იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ღმერთმა ინება რომ მენახა მისი ენერგეტიკა. ეხლა გადავიდეთ დანარჩენებზე. ეს არის ყველაზე საინტერესო, ეხლა რასაც განახებთ, თეა წულუკიანი. თეა წულუკიანი. თეა წულუკიანი. მინდა გითხრათ, რომ თეა წულუკიანი არის აბსოლუტურ ამპარტავნებაში ასული და აი აქ უკვე ვხედავთ მისი ბეჯითი გამომეტყველება, დაბეჯითებული სახე, რომ ბავშვობაში ჩაუდეს პროგრამა, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს კარგი გოგო. ხუთიანებზე უნდა ისწავლოს და ხუთიანებზე თუ არ ისწავლა, ის ყველას შეეზისხება. თავის მშობლებს, თავის გარემო მეგობრებს და ასე შემდეგ. ამის მიხედვით მისი ცხოვრება როგორც ჩანს წავიდა და დღემდე ის არის ამ პროგრამაში ჩაჭერილი, რომელსაც აქვს ეს თვისება, რომ ადამიანები ამყოფოს რობოტად. და სწორედ ვიცით, რომ რა რობოტის მდგომარეობაში არის ახლა თეა წულუკიანი, მას აბსოლუტურად სხვა გარემო არ გააჩნია გარდა იმისა, რომ ადამიანებს ცინიზმით და დაცინვით და ვითომ თავშეკავებულად ესაუბროს, ეს როგორც ჩანს ამ პერიოდში უკვე გამომუშავებული აქვს, აი სურათზე რომ ხედავთ, რამე თუ მისი მშობლები კარგად მუშაობდნენ ამ ადამიანის გონების დაპროგრამებაზე. მოდი ეხლა გადავიდეთ. ეხლა იცი ვისთან უნდა გადავიდეთ. ამის პატარაობის სურათი ვერ ვნახე, მაგრამ აი ახალგაზრდობის სურათი ვნახე და მოდი ეხლა გადავიდეთ. ჰოპლა! აბა ვინ არის აქ თუ იცით? ვიცით? აუ როგორ მაინტერესებს თქვენი აზრი. აბა თუ იცნობთ, აი თუ ამოიკითხავთ, აქ ვიზე მინდა რომ ვისაუბრო. დაგელოდებით ცოტა ხანი 1, 2, 5 წუთი დაგელოდებით და იქნებ გამოიცნოთ ვიზე ვისაუბრებ ეხლა ამ სურათიდან. ვინ არის ამ სურათზე გამოკვეთილი? თქვენ თუ იცნობთ. დედიკო, შენ თუ იცნობ ამ სურათზე ვინ არის? აუ როგორ მაინტერესებს ნეტა თუ იცნობთ ვინმეს. აბა შენ თუ იცნობ. არ თქვა ოღონდ თუ იცნობ. იცანი? ერთი მე მგონი. ერთი იცანი? კურსი მიჩურჩურე. აბა ვის იცნობთ, რომელს იცნობთ? ნინომ დაგასწროთ ყველას. ნინო ბერძენიშვილი. ბიძინაო. ხო, ნინო, ხო, ბიძინა.
ბიძინაზე მინდა ვისაუბრო ახლა რა და ბოლოს შემოვინახე. ანუ ვერ იცანი შენ? აი, ბიძინა. ეს ნინოები აქტიურობენ, ნინო კვინტრაძემაც გამოიცნო ბიძინაო. ბიძინაზე მინდა ვისაუბრო ახლა მეგობრებო. ბიძინას ფსიქოტიპი არის ძალიან ზოლიანი ჟაკეტით კი. ძალიან ესეთი პიროვნება. აი უყურეთ. მის გამომეტყველებაში ნახეთ, ადამიანები არიან იცინიან, ხო? მის გვერდით მდგომი გოგოები, ქვემოთ ჩაცოცხლული ბიჭიც რაღაცნაირად იღიმის, მის გვერდით მარჯვნივ მდგომის ბიჭიც იღიმის, მაგრამ თვითონ არის რაღაცნაირად ესე იგი ძალიან ჩაფიქრებული ადამიანი, ხო? დღემდე ჩაფიქრებულია სხვათა შორის. და მისი კიდევ ერთი სურათი მინდა დავპოსტო ახლა და მაგაზე ვისაუბროთ რა. აი აქ ბიძინა აქ. ლაბასი ბიჭი ყოფილა ახალგაზრდობაში სხვათა შორის. არა, თქვენ რა სიტყვით? მე ძალიან მომეწონა ახალგაზრდობის სურათები მისი. და ეხლა კიდევ ერთი. ნუ აქ ეხლა ესეთი მიცედე. აქ უკვე მე მგონი კაცია, ხო? კაცია. ხო. როგორ გითხრათ ახლა მე მაგალითად პიროვნულად ამ ადამიანის მიმართ არანაირი ის არ გამაჩნია რა. აი მართალი გითხრათ რა. პიროვნულად ივანიშვილის მიმართ არ გამაჩნია აგრესია. ხო და ალბათ მკითხავთ რატო არ გამაჩნია აგრესია რა. აი ძალიან ბევრი ცუდი რაღაცეები აქვს ჩადენილი ახლა. მართალი გითხრათ, ცუდი რაღაცეები აქვს ჩადენილი მართლაც რა. და ახლა რა მხრივ ცუდი რაღაცეები, ახლა როგორც გავიგე მასზე, რომ ნუ რაღაც იქ მკვლელობები, მე გამდიდრება, მე ანაბრებთან დაკავშირებული რაღაცა არასწორი გზებით აქვს ფული მოხვეჭილი. გასაგებია, რომ ცუდი რაღაცეები აქვს გაკეთებული. მაგრამ როდესაც მე მის ფოტოებს ვაკვირდები, ხო? აი ახლა ფოტოთი ძალიან ბევრ ამას კითხულობს ადამიანი. მასში არდებს ბოროტული სული. ანუ ბოროტული მასში არდებს. მე იცი რა ვხედავ მასში, მეგობრებო? მასში ვხედავ ესეთ რაღაცას რა, რომ მას ჰქონდა კომპლექსი და ბავშვობიდანვე ფიქრობდა, რომ ის უნდა ყოფილიყო მდიდარი. ის დიდად არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რა გზით იშოვიდა თანხებს, მაგრამ მისი მიზანსწრაფვა, რომ მას ჰქონოდა ბევრი ფული, იყო ზუსტად იმ გზის მაჩვენებელი, რომელიცაც გაიარა ამ ადამიანმა. ხო? აი ხა მაგალითად ნახეთ, აი ქვემოთ მყოფი და ზემოთ მყოფი ივანიშვილი არის სხვადასხვა ტიპაში, სხვადასხვა პირები არიან ესენი. რაღაცა ცვლილება არის ამათ შორის მომხდარი. ეს გოგო არ ვიცი ვინ არის, მისი ცოლია? არ ვიცი ვინ არის ეს გოგო, მე მგონი და ხო? არ ვიცი. ძალიან უჭირდათო ნინო კვინტრაძე წერს. ძალიან უჭირდათ სავარაუდოდ აი ზემოთ სურათში, სადაც ცოტა შავთეთრი არა, მეორე სურათში ახალგაზრდა რო არის აქ ჩაფიქრებული ივანიშვილი. აი აქ უკვე შეიმჩნევა, უკვე კი არა, აქ ჯერ კიდევ შეიმჩნევა, რომ მას რაღაც სადარდებელი აქვს ამ ცხოვრებისეული სიღრმეების კვლევაში. რაღაც სადარდებელი. და შემდეგ ის რაღაც აი აქ უკვე ნათელწერტილს პოულობს.
ნათელწერტილს პოულობს, სავარაუდოდ აქ უკვე იცნობს თავის მეუღლეს. სავარაუდოდ თავის მეუღლეს, მე ვთვლი, რომ ივანიშვილი და მისი მეუღლე არიან ტყუპის სულები, მე ესე ვთვლი. სხვა შემთხვევაში ისინი ამხელა წარმატებას ვერ მიაღწევდნენ უბრალოდ. ხო და ეხლა ნახე რა ხდება რა, მე ივანიშვილი ფსიქოტიპაჟზე მინდოდა დღეს მესაუბრა და მე სხვებიც გამოჩნდნენ იქ და იმათი სურათებიც ვანახე, გადავხედე იმათ სურათებსაც რა. ეხლა ივანიშვილის ფსიქოტიპაჟი არის ესეთი, რომ ის არის ჩაჭერილი თავის მიზანსწრაფვაში. ესე იგი, იმდენად დიდი იყო მისი მიზანი, რომ ბევრი ფული ჰქონოდა, რომ თავისმა მიზანმა ჩაიჭირა მოაქცია ისეთ მარწუხებში, რომ გინდა დაიჯერეთ და გინდა არ დაიჯეროთ, მე გეტყვით პირდაპირ ეს რას გრძნობს ეს ადამიანი რა. ამ ადამიანს აბსოლუტურად გათიშული აქვს ყველა შეგრძნების ორგანო და ჩართული აქვს მხოლოდ ერთადერთი ორგანო, შეგრძნების ორგანო. ეს არის რა მიზანიც ჰქონდა ბავშვობაში, მიაღწია და ამის იქით ვეღარ იყურება, უბრალოდ განა აღარ იყურება, იმიტომ რომ ჩაჭერილია ამ იმაში აზარტშია, ერთგვარ აზარტშია, იმიტომ რომ ნახეთ, კითხვა ჩნდება, რომ ამდენი მილიარდები აქვს და კიდე ფული უნდა და კიდე ფული, ხო? მისი მიზანსწრაფვა იყო, რომ მოქცეულიყო ყველაზე მაღლა და როგორც ჩანს ეს აქვს, ამის ნიჭი აქვს ბავშვობიდან ამ ადამიანს დაბადებული, მაგრამ მისი მიზანსწრაფვა იმდენად უცბად განვითარებული აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, რომ გონს ვერ მოსულა, ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულა, რომ სხვა მიზნებით შეუძლია ადამიანს დაისახოს. რადგან მისმა მიზანმა, რომელიც ჰქონდა ის ბავშვობაში დასახული, იმდენად უცბად განვითარებაში მოაქცია, ანუ უცბად მოხდა ამის განვითარება და ასრულება, რომ ჯერ კიდევ შოქშია, აგონიაშია ტიპი. ანუ მე ესე ვთვლი, რომ ის არის აგონიაში. და ვერ გეტყვით, რომ მას არ სურს, ანუ მის თვალებში, ახლა მიუხედავად რომ თვალები არ ჩანს, გამოხედვა შორიდან უკვე ბავშვობაში, რომელიც არის აქ ალბათ ესე იქნება 15 წლის ალბათ. მის გამოხედვაში ჩანს, რომ ამ ადამიანს აქვს დიდი პოტენციალი, როგორც იყოს დამანგრეველი, ისე თავის განასხვის თავის დამანგრეველი თავისი მიზანსწრაფვით. ეხლა რას ნიშნავს ეს? მართალი ამას აქვს მიზანსწრაფვა იყოს მდიდარი, ეს ბავშვობის მიზანსწრაფვა არის, დამერწმუნეთ მეგობრებო რა. იყოს მდიდარი და ქონდეს ბევრი ფული, იყოს წარმატებული ამ ხრივ, თორემ წარმატებები სხვადასხვა არსებობს, მაგრამ არა აქვს იმის უნარი, რომ მას ქონდეს რამდენიმე იდეა ერთად რა. არის მაგალითად, მე მაქვს მაგალითად სურვილი, ბავშვობაში მქონდა სურვილი გამხდარიყავი ისიც, ანუ სამი ერთდროულად რაღაცა, ხო? ამ ადამიანს მქონდა მხოლოდ ერთი სურვილი. ამ სურვილს მიაღწია და მისი ცხოვრება არის როგორად გადაქცეული, იცით მეგობრებო? მარიონეტად გადაქცეული. ანუ თქვენ გჯერათ, რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილი ბედნიერია? მისი ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ფული აქვს, მას ოჯახი წყავს, მას შვილები წყავს, გასაგებია, რომ კარგი ოჯახი ყავს, თქვა თავისი გადმოსახედიდან, პატიოსანი ოჯახი, ის ბავშვებს გადახრები აქვს თუ არა, ეგ მაღაზია აღარ არის უკვე ბავშვების საქმეა, ეგ ზრდასრულები არიან, მაგრამ თავის არსში ის, რომ ოჯახის შექმნა, ოჯახში
ბევრი ფული აქვთ, რასაც უნდა იმას იყიდიან, რაც ბავშვობაში ამას არ ქონდა მაგალითად, რასაც უნდა იმას გააკეთებენ, ესეთიც დააწყაპუნებს და უცბად გაჩნდება უჩილმაჩილისავით რაღაცა რაც სურს. ხო ვთქვათ, მაგრამ მისი დღევანდელი გამომეტყველება გაცილებით იმაზე მიმანიშნებელია, რომ გაცილებით ცუდად არის, ვიდრე მაშინ, როდესაც იყო ის ღარიბი. ანუ მისი სულიერი მდგომარეობა არის გაშიშებულ მდგომარეობაში. ამიტომ მას ეძაბება ნერვიული სისტემა, ეს ჩანს გამომეტყველებაშიც, როდესაც ის საუბრობს, მთლიანი პირის აპარატი დაძაბული აქვს. როდესაც პირის აპარატი დაძაბული აქვს, აქ იგრძნობა რომ მთლიანად წელისა და პირველი ჩაკრა, ესე რომ ვთქვათ, ენერგეტიკული ველი, პირველი და მეორე ენერგეტიკული ველი აქვს ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, გადაძაბული. და აქედან გამომდინარეობს კიდე სხვადასხვა დაავადებები, რომელსაც ებრძვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა საიდან არის ეს გამომდინარე, მეგობრებო? რისგან არის ეს გამომდინარე? როდესაც ადამიანი შეყობს ერთ კარში თავს, ეს მართალია შეიძლება ლამაზი გალია იყოს, ოქროს გალია, მაგრამ იქიდან ადვილი აღარ არის გამოსვა, მეგობრებო, და ეს არის ფულის მონობის გალია. მე ვერ გეტყვით, რომ ეს ადამიანი არის ფულის მონა, არ არის ფულის მონა, მაგრამ მას აღარ აქვს სხვა გზა, ანუ ესეც ჩაჭერილია, როგორც მელიაზე ვთქვი, ხო? ნიკა მელიაზე. როგორც ნიკა მელია, ანუ მისი სული ჩაიჭირეს, ასევე ივანიშვილის სული ჩაიჭირეს და ყავთ გამოკეტილი ერთ რაღაც წრეში. ანუ დამერწმუნეთ ამ ადამიანებს, რომ ქონდეთ იმის უფლება, რომ სხვა გზით იცხოვრონ და სხვანაირად იცხოვრონ, ესენი დაუფიქრებლად აირჩევდნენ აბსოლუტურად სხვა ცხოვრებას, ვიდრე ისინი დღეს ცხოვრობენ იმ ცხოვრებით. ამაში უნდა დამერწმუნოთ მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები, როგორც ახლა მე ვხედავ, მათი მისია იყო სულ სხვა და ისინი ჩაჭერილები არიან რაღაცა სისტემაში, უფრო სწორედ სისტემაც არ არის ეს, ამას კიდე უფრო მაღალი ისინი მართავენ. როგორ გითხრათ, ეს სულები ყავთ დაჭერილი, იმიტომ რომ არ შეასრულონ თავიანთი მისია, რომლითაც მოვიდნენ ამ დედამიწაზე. ისევე როგორც ილია მეორის სულით ჩაჭერილი ყავთ. ამიტომ ეს ადამიანები, მე პირადად, ხო? როგორ გითხრათ, მეწოდები ან მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ქრისტიანული არ არის შეწოდება ვინმესი. ადამიანი, რომელიც თავის თავს ქრისტიანს ეძახის და სხვა ეწოდება, ეს არის არა ჰუმანური, ეს არის არა ქრისტიანული. რამე თუ ქრისტიანს კი არ უნდა ეწოდებოდეს, ქრისტიანს უნდა გქონდეს თანაგრძნობა. შეწოდებასა და თანაგრძნობას შორის არის სხვადასხვა დიდი განსხვავება რა. თანაგრძნობის დროს შენ შედიხარ მის მდგომარეობაში, ანუ გაქვს უნარი რომ შეხვიდე მის მდგომარეობაში, ესე იგი მე გარედან კი არ განვიკითხავ, არამედ როგორც ქრისტიანი შევდივარ მის მდგომარეობაში, რაც არ უნდა დაცემული იყოს, იქნება ეს მეძავი, მებაჟე, პილატე თუ ვინმე სხვა და ვცდილობ რომ გავუგო მას. გესმით? ანუ კი არ განვიკითხო, გავუგო მას. ვიაზრებ მის მდგომარეობას და შემდეგ ვცდილობ რომ ეს ადამიანი ამ მდგომარეობიდან თავისივე მდგომარეობის დონიდან, რომელშიც ჩავედი მე, ვთქვათ, ან ჩავიდა ნებისმიერი პირი, ქრისტიანი პირი, ჩავიდეს მის ანუ ჯოჯოხეთში ჩავიდაო ქრისტეს ეხო ამბობენ,
ჩავიდეს მის დონეზე, ესაუბროს მისი შესაფერისი დონის შესაბამისად და თანდათან ამოიყვანოს მაღალ საფეხურზე, მამასთან. ამ შემთხვევაში მეგობრებო, ხო? აი ხა დედაჩემის მოქსოვილი ჯემპრი და ზედ გამოსახული გველი მე პირდაპირ მნიშვნელობით მაძლევს ნიშანს, რომ ამისათვის საჭიროა გველის სიბრძნე, რომელსაც გვეუბნება ქრისტე, რომ იყავით ბრძენი ვითარცა გველი და მშვიდნი ვითარცა მტრედნი, ხო? ეს სიბრძნე მეგობრებო, რომელიც არის ქერუბიმების სიბრძნე, აუცილებელი არის ქრისტიანებისთვის. ეხლა რატო ვსაუბრობ ესე გარკვევით და გამოკვეთილად, რატო ვსაუბრობ, იცით მეგობრებო? მე მინდა რაც არ უნდა უტოპიურად გვეჩვენებოდეს, კი, გისმენ დედიკო? Ja, das mache ich mein Sohn jetzt. Dein echten Zimmer, da draußen. ხო, გარეთ ძალიან ცივა დედიკო, იქით გავარ. ეხლა უხურეთ მეგობრებო რა, მე მინდა უბრალოდ ეხლა ჩემი საუბარი ზოგჯერ ადამიანს ეჩვენება ხოლმე, ესე გამოკვეთილად რომ საუბრობ, ამპარტავნულად ეჩვენება ხოლმე რა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს საუბარი, რაც დღეს ჩავწერე, ნაკლებად არის ამპარტავნული, არამედ ეს არის უფრო იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთის გაგების დრო დადგა. ჩვენ ერთმანეთს თუ არ გავუგეთ, ჩვენ აბსოლუტურად გვენგრევა ყველაფერი თავზე. ეხლა ნახეთ, რა მინდა ამით ვთქვა. თუ კი ივანიშვილი, თუ კი მელია, თუ კი ილია, თუ კი ვინმე სხვა, რომელსაც მნიშვნელოვანი მისია აქვს ამ დედამიწაზე ინკარნირების დროს დაკისრებული, ისევე როგორც თითოეული თქვენგანი, ანუ შენ, რომელიც მისმენს და ასევე რომელიც ის ადამიანი, რომელიც თქვენ გელაპარაკებათ, ანუ მე, თითოეულ ჩვენგანს, თუ კი მისია აქვს დაკისრებული და ეს მისია მოპარული აქვს რომელიღაცა დაბალი ვიბრაციული წარმომადგენლის უხილავი ძალების ერთ-ერთ მმართველს, აღარ ვიტყვი ახლა 1000 გვარი სახელი არსებობს, შეიძლება ჩამოვთვალოთ, დემონების სახელები უამრავია, არ გვინდა. მაშინ ჩვენ ერთადერთი რამე შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შევძლოთ ერთმანეთის გვერდში დადგომა და ნელ-ნელა აქედან გამოსვლა. ნელ-ნელა. ნელა-ნელა. საინტერესო სიტყვა არის ესეც. ნარი ენი ლასი. ხო, ლასი უნდა ვცნოთ. კარგი. როგორ გავაკეთოთ ეს? მაგალითად როგორ? ეხლა შეიძლება უტოპიურად კი არა და რაღაც წარმოუდგენელი რაღაც შეიძლება ვთქვა რა. ეხლა თქვენთვის და ჩემთვის და ივანიშვილისთვისაც. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ხო? რამდენჯერმე მესიზმრა ივანიშვილის სიზმარში? რამდენჯერმე? არა მხოლოდ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. დაახლოებით 10-ზე მეტჯერ მყავს ივანიშვილი ნანახის სიზმარში. ეს ადამიანი არის ჩემს ენერგეტიკაში, ან მე ვარ მის ენერგეტიკაში. მართალი გითხრათ, დიდად ივანიშვილზე არ ვფიქრობ ხოლმე, რომ ვთქვა, რომ აი ახლა მე დღეს რო ვიფიქრე ივანიშვილზე, მის ენერგეტიკაში მოვხდი. ნამდვილად არა. მაგრამ როდესაც ხილვაში ხედავ ამა თუ იმ ადამიანს, ხო, და თან რამდენჯერმე ის ადამიანები არიან თქვენს ენერგეტიკაში. ქვეცნობიერად თუ გაცნობიერებულად. ეხლა მე
უბრალოდ კითხვა მიჩნდება რა, რომ რა შეიძლება აკავშირებდეს ივანიშვილს ჩემთან, რომ თუკი მე არ ვარ მის ენერგეტიკაში, იმ ადამიანს მოუნდეს ჩემს ენერგეტიკაში ყოფნა. ხო? აი, საინტერესოა, რა შეიძლება აკავშირებდეს ივანიშვილს ჩემთან. ნათესავები არ გვყავს, პოლიტიკურად აქტიური არ ვარ, არანაირად დაინტერესებული არ ვარ ახლა, რომ ივანიშვილს მაგალითად კონტაქტური ვიყო ივანიშვილთან, ანუ კონტაქტური როგორ თუ მომინდა ივანიშვილსაც შევხვდები, მაგრამ კონტაქტზე გავიდე ივანიშვილთან, მაგრამ კითხვა ჩნდება ერთი რაღაცის რა, რომ რატომ არის, რომ ხილვაში ყოველთვის აქვს პოზიცია ჩემს სიზმრებში. პოზიცია რა პოზიცია ნახე? არაფერს არ ლაპარაკობს, უბრალოდ დამკვირვებლის როლშია და მე ველოდები მას. ანუ რაღაცაზე ველოდები მას. ყოველთვის არიან ჩვენს გარშემო ხალხი, ან ვართ სუფრაზე, ან ვართ, ესე იგი, რაღაც ოთახში, სადაც ხალხია, რაღაცებს აკეთებს, ან. და ერთადერთი რაღაცა მქონდა ბოლოს ნათლად რომ ვნახე, რატომ ხედავდი მე ამ ადამიანს რა, სიზმრებში. ერთადერთი სიზმარი, სადაც ნათლად ვნახე, რომ ივანიშვილი, რომელიც აკვირდებოდა ჩემს საუბარს აი ამ სუფრაზე და საბოლოო ჯამში მითხრა ესეთი რამ, სიტყვები რა, რომ მითხარი რამდენი გინდა და გადმოგირიცხავ. ხვდები? და იცით რაზე იყო საუბარი მეგობრებო ამ სუფრაზე? ეს იყო გადამღები ჯგუფი, რომელსაც სურდა ფილმის გადაღება და არ ქონდა საკმარისი თანხები რა. მაგრამ რატომღაც ივანიშვილი იყო იმ სასტავში, ანუ იმ ჯგუფში და ივანიშვილმა განაცხადა ამ ჯგუფის წინაშე, რომ მითხარი რამდენი გინდათ და გადმოგირიცხავთ. და იცით რა საინტერესო რაღაც მოხდა? მახსოვს დავწერე ჩეკი და ზედ ეწერა 20,000 ლარი. 20,000 ლარი იმ ფილმის გადაღებას, რომელიც მე მსურს. იცი როგორ არ ეყოფა, აი საერთოდ არ ეყოფა, მაგრამ ეს 20,000 რო დავწერე და გადავეცი, აი ეგ მახსოვს. ნუ ეს ამ სიზმარში რა და ეხლა საკითხავი რა არის, იცით? არსებობს ერთი მოსაზრება ჩემთან, რომ თუ კი ის არის ჩემს ენერგეტიკაში, მე ვფიქრობ, რომ ეხლა კი არა, როცა ლაივები დავიწყე, ადრეც იყო ეს, ანუ ადრეც დამსიზმრებია რა და საქმე იმაშია, რომ მე ვფიქრობ ერთ რამეს. ჩვენი სულიერი ხაზი, ანუ მისი მისია და ჩემი მისია, სადღაც მაღლა ასტრალურში არის დაწერილი. თუ როდის ასრულდება, ეს არ ვიცი, მაგრამ ეს მისია, რომელიც ასტრალურში დაიწერა, ანუ ჩვენი სულების ამ დედამიწაზე რეინკარნაციამდე, უფრო სწორედ ინკარნაციამდე, რომელიც დაწერილია, ის მისია აქტიურდება რაღაცა დოზით, როდესაც ხილვებში მე მას ხედავ. ეხლა ნამდვილად არ მაქვს იმის საშუალება, რომ მივიდე მასთან და ვკითხო, შენ სხვა არ გესიზმრები მეთქი. მაგრამ თუ იცნობთ, იქნებ კითხოთ და გამაგებინოთ მე. საკითხავი რა არის, იცით მეგობრებო? ამ ადამიანის სული არის მოპარული. ეხლა ნახეთ ჩემი პოზიცია რა არის, როგორია. თუ კი ამ ადამიანის სული მოპარულია და ჩემი სული ჯერ არ მოუპარავთ და ღმერთმა ნუქნას, რომ ოდესღაც მოიპარონ და ღმერთმა დამიცვას ამ საშინელებისგან, თუ კი ჩემი სული თავისუფალია და ვიცი, ანუ მისია მახსოვს და ამ მისიას განკუთვნილი აქვს ესა და ეს ადამიანი, რომ
კონტაქტზე იყოს და უნდა შესრულებულიყო წესით ეს და რაღაცა ჩარევების გამო წავიდა ეს მისია აბსოლუტურად სხვა გზით, მაშინ ჩემი დილემა არის ესეთი, რა უნდა გავაკეთო მე ესეთი, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო, ხო? ნუ შეიძლება მოსაყვანი არ არის ეს ანდაზა ეხლა ეს გამონათქვამი ხა ამ შემთხვევაში ზუსტად არ ჯდებოდეს, მაგრამ ნახე, არ წვადი დაწვა და არ შამფური არის ერთი რამ. ვიცი რა რომ ხედავ რა რომ ჩემი მისია ამ ადამიანის მისიას აბსოლუტურად ამცდარია, მაგრამ მისია ერთია რომ გვაკავშირებს ჩვენ ხელოვნება ერთმანეთთან, ხო, ხელოვნება რაღაცა შემთხვევაში უნდა მოიძებნებოდეს გზა, რომ ეს ადამიანი ისევ დახსნილი იქნას, თუ კი მისი სურვილია, ეს შინაგანი სურვილი, როგორც ილია მეორის დახსნის სურვილი არის და იყო სხვათა შორის. არის, რომ დაიხსნას თავი იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაში არის მოპარული სული. ნინო კვინტრაძე წერს ესეთ რამეს. წავიკითხავ ნინო ერთი წუთით, დავასრულებ ახლა. თუ კი ეს არის ეს მისია სურვილი, მაშინ უნდა იყოს გამოსავალი, აუცილებლად უნდა იყოს გამოსავალი. ეხლა იქნებ დახმარება სჭირდება თქვენი თამარს წერს ნინო კვინტრაძე. ნინო ივანიშვილს რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდეს, ანუ ნახე ორგვარი რაღაცა, თუ კი მის მოპარულ სულს არ აქვს ამის საშუალება რომ ჩემი დახმარება მიიღოს, მაშინ ის ვერ მიიღებს ჩემს დახმარებას, რადგან მან ის თუ მოპარული სულია, ის უკვე არის გამოკეტილი ერთ რაღაცა სივრცეში, სადაც მას არ ექნება იმის უფლება და არც უნარი, რომ დაუკავშირდეს ნათელ სულებს. ანუ ხვდები განა იმიტომ რომ მას არ სურს. არა, იმიტომ რომ ის არის მოპარული სული. გესმით? ერთი წუთი და ჩრჩილი დავინახე და გავეკიდე. ხო, ის არის მოპარული სული და მას არ მისცემენ უფლებას რომ დაუკავშირდეს ნათელ სულებს. მეორე ის რომ თუ მისი ქვეცნობიერი გაახსენებს მას თავის მისიას და ეტყვის რომ შენი მისია, ჩემო კარგო, არის ეს და არა ისინი რომელი მაგებიც არიან მის გარშემო და ეუბნებიან და ტვინსულაყებენ რომ აი შენი მისია ეს არის და ის არის და ბევრი ფული და ის და ის. არა სხვისი ნათქვამი, არამედ თუ ეს ადამიანი მართლაც შეძლებს იმას რომ თავის თავში გააღვიძოს თავისი ნაპერწკალი, რომელიც ჩადეს ზეციურმა ძალებმა მის ინკარნირებაში, აი მაგ შემთხვევაში გააქტიურდება უკვე მისი სურვილი ჯერ და მთავარი არის ის რომ სურვილი უნდა გააქტიურდეს, რომ სულმა ისურვოს შველა. თუ სულმა შველა არ ისურვა, ამ შემთხვევაში ის მას ვერავინ ვერ დაეხმარება, ვერც ერთი ნათელი სული ვერ დაეხმარება მას. სულმა უნდა ითხოვოს შველა. ეხლა მე მართალი გითხრათ, ჩემს ხილვებში ივანიშვილს ყოველთვის ვხედავ მაღალ პოზიციაზე, ანუ ჩემზე მაღალ პოზიციაზე. ანუ მისი სული ჯერჯერობით არ ჩამოდის ჩემ დონეზე, ანუ არ უშვებს რომ ჩემ დონეზე ჩამოვიდეს პრინციპში ჩამოსვა და ამოსვლა რას ნიშნავს, იცით? როგორც ქრისტემ ისურვა ჯოჯოხეთში ჩასვლა, ამ შემთხვევაში მას გონია რომ უნდა დაეშვას ჩემ დონემდე, მაგრამ სინამდვილეში ის რომ ჩემ დონემდე დაეშვას, ჩემი პერსპექტივიდან არის ის ამოვიდეს ჩემ დონემდე, გესმის? ანუ ის ჯერ ჩემ დონემდე უნდა ამოვიდეს, მიუხედავად იმისა რომ მისი აზროვნება შეიძლება ატყუებდეს ახლა რომ აი ამ ადამიანის დონემდე შენ არ დახვალ. გესმით? ანუ ის მიყურებდეს როგორც დაბალ დონეს. მაგრამ ჩემი თვალთახედვიდან, ხომ? მე მას არა მხოლოდ ვუყურებ როგორც მაგალითად როგორც ადამიანს, არამედ მას ვუყურებ როგორც თვალი-თვალს სწორს და პირი-პირ სწორს, როგორც ამბობენ, ხო, ღვთის წინაშე ყველანი ერთნი ვართ. მე მას ჩემზე აღმატებულად ვერ აღვიქვავ და არ აღვიქვავ.
არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ უბრალოდ ან მე ვიყო მასზე აღმატებული, ან დაღმატებული, გესმით? ამიტომ თუ კი მისი სული ჯერ ამ პოზიციაზე დგას, რომ ის ზემოდან მიყურებს და აგერ მითხარი რამდენიც გჭირდება და გადმოგირიცხავ თუ დაგეხმარები, ეს უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ მისი სული ვერ იაზრებს, რომ ჩვენ ერთი დონის ვართ, სულ ერთია, ხა იმას რამდენი ფული აქვს და მე რამდენი ფული არ მაქვს. ხვდებით? ამას, ანუ მატერიალურიდან მატერიალიდან გამოსული სული უკვე სხვა განზომილებებით აზროვნებს და ხა ნახეთ, მე პირადად ასევე მყავს ილია მეორე ნანახი ხილვაში არაერთხელ და ილია მეორეს აქვს სხვანაირი პოზიცია. ილია მეორეს აქვს უკვე პოზიცია, რომელიც არის მონანიების ფაზაში. აი ახლა წავიკითხე სახელი გვარი წერს მონანიებაო და მონანიების ფაზაში რატომ არის იცით მეგობრებო? ილია მეორეს სული, იმიტომ რომ მას არ აქვს უფლება დამიკავშირდეს, მას უბრალოდ ძალები აღარ აქვს იმის, რომ რასაც იტყვის ის შეუსრულონ, მაგრამ მას ერთი რაღაცა კიდევ შეუძლია, რომ მისი სული დამიკავშირდეს ასტრალში და მისი სული დამიკავშირდა ასტრალში და მან მანიშნა მე, რომ მე არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ მე შენ გაძლევ ამ ჯვარს, გადმოგცემ ამ ჯვარს, რომელიც მე მაკისრია. გესმით? მან ჯვარი გადმომცა, თუმცა მას არ აკისრია თამარ მეფის ჯვარი. მან მე სიზმარში გადმომცა თამარ მეფის ჯვარი. და საქმე იმაშია, რომ თამარ მეფის ჯვარი, რომელიც არის, ეხლა რატო გადავედით, იქ გადავუხვიეთ თემას, მაგრამ მაგას სხვა დროს მოგიყვებით თუ გაინტერესებთ. ეხლა დავრჩეთ ივანიშვილზე. ივანიშვილს აქვს ჯერ კიდე ის პოზიცია, რომელიც ასტრალშიც, ანუ რომელიც სულიც ასტრალში ფიქრობს, რომ ის ჩემზე აღმატებულია. რაღაცით აღმატებულია. და სხვათა შორის საინტერესო ის არის, რომ აი თამარ მეფის ჯვარი ილია მეორემ გადმომცა და ამ ფილმის გადაღებაზე ვსაუბრობდით თამარ მეფის ისევ და ისევ თამარ მეფის სცენარზე და თამარ მეფის ფილმზე. ანუ ისევ და ისევ თამარ მეფესთან ვართ ჩვენ კავშირში და ისევ თამარ მეფის სული არის ჩვენს ოთხეულში, ვთქვათ ხო, ოთხეული თუ სამეულში. არის ეს ილია, ვარ მე ეს თუ არის ეს ივანიშვილი და კიდე დანარჩენი სხვები, ხო, ივანიშვილთან ერთად რაღაცა ჯგუფია კიდე სხვა. სხვათა შორის ისეთი ჯგუფი, რომელ ადამიანებსაც მე არ ვიცნობ ჯერ. ანუ ეს ადამიანები, რომელიც ამ ჯგუფში, რომელიც ასტრალურში უკვე გასული ნანახი მყავს ეს ჯგუფი, მე არ ვიცნობ ამ ადამიანებს ჯერ. რეალურში, ანუ ფიზიკურ ამ განზომილებაში, მესამე განზომილებაში, მე ამ ადამიანებს ჯერ არ ვიცნობ. მაგრამ როგორც ჩანს, ასტრალში არის დაგეგმილი, რომ მე ეს ჯგუფი გავიცნო და ივანიშვილმა ეს ჯგუფი დააფინანსოს. ასევე ასტრალში არის დაგეგმილი ის, რომ ილიასა და ჩემი შეხვედრა შეიქმნას, თუმცა რადგან ასტრალში უკვე მოხდა ეს ფიზიკურში მნიშვნელობას აღარ წარმოადგენს, რომ ჩვენი შეხვედრები მოხდეს მართლაც ფიზიკურში, უბრალოდ მნიშვნელობა აღარ აქვს მაგას, თუმცა შესაძლებელია რომ მოხდეს. მაგრამ რომელ დროში მოხდება ეს, არავინ არ იცის კაციშვილმა. ანუ მოხდება ეს სინქრონიზებულად ამ დროში თუ ერთი საუკუნის წინ თუ ერთი საუკუნის მერე, ამას ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ კვანტური ფიზიკის თანახმად ეს დროები ისე დაფრინავენ აქა-იქ, რომ როდის გადაეკვეთებიან ერთმანეთს არავინ არ იცის. და საინტერესო არის ერთი რამ რა, რომ ივანიშვილს და მე საერთო რა გვაქვს იცით ფიზიკურში? ძალიან საინტერესო რაღაც გვაქვს, აი თუ დაკვირვები ხართ რა. ჩემი მაყურებელი ხართ ახლა ამ 18-დან დაახლოებით. უბრალოდ ალბათ დაკვირვებული თვალი ამას მიხვდება და მაინტერესებს ხართ თუ არა დაკვირვებული. იქნებ თქვენ ხართ დაკვირვებული, მე და ივანიშვილს საერთო რა გაგვაჩნია ფიზიკურში. ფიზიკურად ჩანს ეს, აი
პირდაპირ თვალნათლივ ჩანს მე და ივანიშვილს გვაქვს ერთი რაღაც საერთო ფიზიკურში მესამე განზომილებაში იდენტურად გვაქვს აი მე და ივანიშვილს ეს რაღაცა და მაინტერესებს თქვენ პასუხს დაველოდები თუ ხართ დაკვირვებული ამ საკითხში რა ჯერჯერობით არც ერთს თქვენს მიერ ხსენებულ პიროვნებებს არ ეტყობათ მონანიების ნატამალი ხო, სახელი გვარი ახლა გეტყვი რომ ილია მეორე არის ისეთ მდგომარეობაში რომ კაცის შვილს არ ვუსურვებ ამ დედამიწის ზურგზე მაგის მდგომარეობაში იყოს არ ჩემს თავს არა ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ის არის როგორც აი რო აიღო ქვა და სადაც გადადებ იქ რო იდოს და სხვა არაფერი რო არ შეეძლოს აი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია რა როგორ გითხრათ მეც ვეღარ გეტყვით და რო ელოდებოდი სხვის ხელს სხვის დახმარებას და როგორც უკვე დავინახეთ რომ პატივს საერთოდ არ ცემენ მას არც კი ეუბნებიან რომ სტუმარი ელოდება გარეთ ან რასაც აკეთებინებენ როგორც ჯორჯაზე იტყოდა ხოლმე სადაც წაგიყვანენ იქ მიხვალო რა ანუ სადაც მიგათრევენ იქ მიხვალო ალბათ ესია მის ცხოვრება ეგრე დასრულდება რომ მას აღარაფერი არ შეეძლება აბსოლუტურად აღარაფერი აღარ შეუძლია მას ერთადერთი შეუძლია ასტრალში მოგზაურობა რომ აი სიზმარში მაინც გამოეცხადოს ვიღაცას რა და აი როგორ ყავთ იცი რომ აი როგორ გითხრა რა ალბათ თოჯინას უფრო კარგად მოექცევი და მობიერად ვიდრე ილია მეორეს ექცევიან დღეს საპატრიარქოში ხო და მის სიტყვებს კიდე ვითომ ხო ჩანს რომ ოღონდ უწმინდესმა და უნეტარესმა რამე თქვას და მოусმინოთ გულის ყურით და იქ ეფოფიბირენ აი იმის უკან რაც ხდება მეგობრებო ხო არც ერთ თქვენგანს არ უსურვებ მტრისას სინამდვილეში რაც ხდება მანდ როგორც ექცევიან მაგას ეხლა მაინტერესებს აბა თუ დაკვირვებულ ხარ ხო სახელი გვარი ამბობს უნდა დავაკვირდეო ჯერ ესა დავიჯერო არც ერთი არ დაკვირვები ხართ ამას ძალიან თვალნათლივ ჩანს აი ძალიან თვალნათლივ ივანიშვილსა და ცალი ფეხი სამარეში აქვს ორ სამყაროს შუა არის ასე მგონია მედია წერს ილიას ხო ილია ალბათ ისა ასე კი არ გონია ეგრეა ეგ არის ძალით რომ გაცოცხლებენ სიკვდილი რო გინდა რომ ძალით რომ გაცოცხლებენ და იმიტომ რომ გაცოცხლებენ იმიტომ კი არა რომ უყვარხარ იმიტომ რომ მჭირდები იმიტომ რომ როგორც ნივთი ისე ყავხართ ამ ადამიანებს იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ ძალა უფლებაში იმდენი ხანი იყვნენ რამდენი ხანი შენი სხეული იქნება ტანჯვაში რამდენი ხანი შეძლებს შენი სხეული ტანჯვას გესმის აი სიმწრის სიცოცხლეს გადის და ეს არის სასყიდელი სარეცელზე დება აი მის ცხოვრებას ქვია ეხლა სასყიდელი სარეცელზე დება აი ეს არის სამწუხაროდ რა სამწუხაროდ მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო როგორც ჩანს არ დაკვირვები ხართ ივანიშვილსა და ჩემს შორის ერთი ნიშანდობლივი საერთოა და ეს ნიშანდობლივი გამოიხატება ფიზიკურ სხეულში და არის ყველასათვის თვალნათლივ შეუძლია ნებისმიერს დაინახოს როცა შეხედავს ივანიშვილს და როცა შემომხედავს მე უბრალოდ გააჩნია ახლა აქვს ადამიანს დაკვირვებული თვალი თუ არა აქვს ადამიანს დაკვირვებული თვალი თუ ადამიანს დაკვირვებული თვალი არ აქვს მე აღარ ვაპირებ სხვა ადამიანების თვალების ახელას ვიდრე თვითონ არ აიხელს თავის თვალს ამიტომ არ ვიტყვი მაშინ ჯერ და მე როცა დააკვირდებით მიხვდებით რა გვაქვს საერთო და ეს საერთო მე და მას შორის არ არის უბრალო რამე თუ ამ საერთო საკითხზე წიგნებშიც წერენ დაკვირვებული ადამიანები რომ ეს ნიშანდობლივი
რაც ადამიანს გააჩნია და სხვათა შორის მე ერთ სურათში მომხვდა თვალი, რომ სააკაშვილს იგივენაირად ნიშანდობლივად აქვს ეს მატერიაში გამოვლინებული სახე. ხო? გისმენ? ეს შენი ოთახი არ არის. არა უშავს, იქით ცივა და აქ ვიყავი მე. აქ დავჭი, ხო? ნიშანდობლივად აქვს ასევე მე მგონი სააკაშვილსაც თუმცა მე ვეღარ დააკვირდებოდით, იმიტომ რომ შეიცვალა ის ნიშანდობლივობა. ანუ მისი შეცვლა შესაძლებელია ძალიან ადვილად. ეხლა არ მინდა რომ პირდაპირ გესაუბროთ და მიგახოდოთ, თორე ის შეცვლა რაში მდგომარეობს, ხო? რომ თქვა უკვე მიხვდებით ეგრევე. ხო, არა, თვალები არა, ლალი, არა, თვალები არა. აბსოლუტურად სხვადასხვა ფერის თვალები აქვს ივანიშვილს, სააკაშვილს და მე. და ამ საკითხზე საუბრობენ, ესე იგი, ბევრი ეზოთერიკაში გარკვეული პირები. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ჩვენი შეხვედრა, მოხდება თუ არა გადაკვეთის წერტილები ამ ცხოვრებაში, არ ვიცით, არც დიდი ამბიციები უნდა გქონდეს ამისი, რომ როდესაც ასტრალურში ვართ, რაღაცა სახის ხილვას ვიღებთ ამ განზომილებაში, ამ განსხეულებაში შევხვდეთ ერთმანეთს. ღრმა ჭრილი თვალების მიდამოში. არა, არც ამ შემთხვევაში არა, თვალებზე არ ვსაუბრობ მე. თვალებზე არ ვსაუბრობ, ლალი. ადამიანის აზრებს არ გააჩნია საზღვრები. ხო. საზღვრების საერთოდ არსად არ არსებობს. თუ არ დავაწესებთ ჩვენ თვითონ. საზღვრები აბსოლუტურად არც ერთ სფეროში არ არსებობს. ეს არსებობს მხოლოდ ადამიანის გონებაში განვითარებული აზრი და მასზე დაწესებული საზღვრები. საზღვრები ზოგადად არაფერში არ არის, ისევე როგორც უსასრულო და დაუსაბამო არის ღმერთი, მის სახით და ხატად არის ყველაფერი შექმნილი აბსოლუტურად და ასევე უსაზღვრო და დაუსაბამო არის ყველაფერი. მისი სახიდან წმინდანი იყურება, ხალები აქვს შენაირად? არა, არც ერთი, არც მისი სახიდან წმინდანი არ იყურება და არც ხალები გვაქვს ერთნაირად, მაგრამ რაღაცა გვაქვს ერთნაირად კი. რაღაცა გვაქვს ერთნაირი. ხო. და უნდა ცნო. მინიშნებას მოგცემ, უნდა ცნო. ცანი, უნდა ცნო. ხო, ეხლა კიდე რაც შეეხება იმას, რომ დაუსაბამო და უსასრულობაშია თითოეული სული საერთოდ დაუსაბამო და უსასრულობაშია, ეს არის სული წმინდის ნაწილი. არც ერთი სული დაცემული არ არსებობს. ხო, იძახენ ხოლმე რომ დაცემული სულია. სული დაცემული არ არსებობს, მეგობრებო. უბრალოდ შესაძლებელია, რომ არსებობდეს სულის ნაკლულობა, რომელიც დაცემულობას მიანიშნებს. მაგრამ სული და დაცემული ეგრეთი რამე ღმერთს არ შეუქმნია. დაცემული სული არის ერთი და ის არის სული წმინდის ძალა და სული წმინდის ხელი თუ შეგეხო, შენ უკვე სულიერი ადამიანი გეწოდება და თუ კი შენ არ შეგეხო სული წმინდის ხელი, შენ გეწოდება სული წმინდა მოკლებული ადამიანი უბრალოდ. დაცემული კი არა. დაცემული სული კი არ გეწოდება, სული წმინდა მოკლებული ადამიანი გეწოდება. პირი და ნიკაპი. არა, უფრო მაღლაადი, უფრო მაღლა მედია. უფრო მაღლა, თვალებს მაღლაადი კიდე. ერთი წერს მოიცა.
ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სახელი კვალი. მედია გველესიანი წერს. ცხვირი პირი ნიკაპი ერთნაირი გაქვთ. არ მითხრა არაო. რა ვიცი, ახლა მე არ მგონია რომ ერთნაირი გვაქვს, იმიტომ რომ ამას ოთხკუთხედი ნიკაპი აქვს. მე არ მაქვს ოთხკუთხედი ნიკაპი. ცხვირიც ნამდვილად არ მაქვს მისნაირი და პირიც არ მე ვერ მომსკავსებ ჩემ თავს. ცხვირი პირით ვერ მომსკავსებ ჩემ თავს, მაგრამ ცოტა მაღლაა თითქით. მაღლა სულ ზევით, მაღლა და მაღლა. დიდი ფართო შუბლი, კიდევ ზევითადით, კიდევ ზევით. დიდი ფართო შუბლი არ მაქვს მე. ხო და მეგობრებო. Hast du schon Zähne geputzt? Sehr gut. Ich bin stolz auf dich, sehr gut. Und jetzt mache ich auch die andere Raste. ძალიან კარგი. სულ ზევით, მაღლა და მაღლა, ნაცრისფერ მთებზე შენ სახეს უმზერ. ხო, გამოიცანით ახლა. გიორგი ბერძენიშვილი მიხვდა, მეგობრებო. ჭაღარა, მეგობრებო. მივხვდი მგონიო, აბა აურებს მე ვერ ვხედავ. აურებს ჭაღარა, მეგობრებო, ხო? ეს არის ჭაღარა შუბლზე, რომელიც წინ არის განსაკუთრებულად ერთ ადგილზე გათეთრებული. ცანის ადგილზეა გათეთრებული. აქვს ივანიშვილსაც, აქვს სააკაშვილსაც და მაქვს მეც. რა დედიკო, რა მოხდა? აბა მითხარი, გაგხადო? მოდი გაგხადო. ხო და ამ საკითხზე მეგობრებო, აი ეს თეთრი ჭაღარა შუბლზე, რომელიც არის პირდაპირ შუა ადგილზე გაჭაღარავებული, ამას თავისი ეზოთერული ახსნა აქვს. და მართალი გითხრათ, ამიტომ ვთქვი, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ეს ჭაღარა აქვს, ხო? მას წესით თუ არ არის დაჭერილი სული, ევალება კი არ ევალება, უпроსწორად მოდი, ეკისრება, ესე რა ვთქვათ რა. ვალი კიდე სხვა არის და დაკისრება სხვა არის. ეკისრება ნათელ ესე იგი ნათელ იერარქიებში ყოფნა, ანუ ზეციური იერარქიებთან ყოფნა. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, თუ დაჭერილი სული არის, მას არ შეუძლია და არ ძალუძს, ვერ ძალუძს ნათელ იერარქიებში ყოფნა. ასე რომ მე ვუსურვებ ნებისმიერ ამ ადამიანს, აი ხლა ნახეთ რა გააკეთებინეს ივანიშვილს რა, ისა სააკაშვილს. სააკაშვილის მისია იყო ასევე მისი საქართველოს გადარჩენა. თუმცა ის მოვიდა, საქართველოში მიეცა მას იმის ძალაუფლება ზეციდან და არ გეგონოთ რომ ეს ზეციდან არ იყო მიცემული ძალაუფლება, მეგობრებო, სააკაშვილზე. ზეციდან მიეცა მას ამის ძალაუფლება, თუმცა ის დარჩა ძველ დროში. ეხლა გეტყვით, რომელ დროში დარჩა ის? მართალი გითხრათ, როდესაც ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ დავით აღმაშენებლის გარდა სხვა არავინ მეგულება რომ 40 დღე ეშიმშილაო, იქ უკვე შედარება მოხდა დავით აღმაშენებლის და როგორც ჩანს, ვიწრო წრეში მას დავით აღმაშენებლის რეინკარნაციად აღიქვავდნენ. როგორც ჩანს, ჩარჩა ის ძველ დროში, ანუ აწმყოში ვერ მოხდა, წილ ვერ გახდა, ანუ აწმყოში ვერ მოხდა და ძველი დროის რაღაცა ელემენტებში გაიჭედა. მაგალითად რაში? ძალაუფლების მოყარეობაში,
ის რომ თავი ეგონა რომ დავით აღმაშენებელი რომ ერთხმას რომ მოიქნევდა რუსეთს უცბად გააქრობდა და იმაში რომ დარწმუნდა რომ მისი ძალაუფლება არის განახდებული, თუმცა არ იყო განახდებული, ძალიან ცუდად გამოიყენა და იმიტომ რომ ქონდა სომეხი სისხლის მაინც რაღაცა ნაშთები, დედით სომეხია როგორც იცით, მე მგონი, თუ მამით თუ დედით, იმიტომ სახეზე აწერია რაც არის. სისხლის ყივილი მოხდა და რაღაცა შურისძიება როგორც ჩანს მის ასტრალურში ჩარჩენილი იყო, აი ამ სომხური ხაზით და საქართველოს დედა უტირა. ეხა მეორე ივანიშვილს ადარებენ გიორგი ბრწყინვალეს. ეს გაჟღერდა ისევ და ისევ საპატრიარქოს წრეში. გიორგი ბრწყინვალეს პოზიციაზე არის ივანიშვილი. მისი დიპლომატიური მოლაპარაკებები და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, საეკლესიო წრეში აღიქმება როგორც გიორგი ბრწყინვალეს დონეთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ გიორგი ბრწყინვალე ის აკეთებდა თავის სამშობლოს საკეთილდღეოდ. და ამ ადამიანის მოლაპარაკებები არის მხოლოდ თავისი ჯიბის საკეთილდღეოდ. ამიტომ აქ მოქცეული არის რა თქმა უნდა საქართველოც, მაგრამ არა როგორც გიორგი ბრწყინვალე საქართველოზე ფიქრობდა და ნაკლებად ფიქრობდა თავის ჯიბეზე. ამ შემთხვევაში ივანიშვილი არის გაორებაში და მისი იუდეური ფესვები, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ის შეუერთდა იუდეველებს, არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მისი მისია ბოლომდე შეასრულოს. მაგალითად, გაორებაშია. სააკაშვილი ახლა როდესაც ჩასვეს საგანში, ისევ და ისევ ზეციური ძალების ჩარევით, მისი სასყიდელის ილია მეორის სასყიდელის არეცელზე მოხვედრა არის მოაქციეს. ეს ადამიანი მოაქციეს 4 კედელს შუა, იმიტომ რომ ისევ ზეციური ძალების ჩარევა მოხდა და მისი კარმული ვალები რაც დაიგროვა ეხლა, ხო? წარმოიდგინეთ ახლა რამხელა ძალაუფლება მისცეს და როგორ ვერ შეირგო ეს ძალაუფლება, მაგრამ ადვილი არ არის მეგობრებო, აი მოდი გეტყვით რა პირდაპირ რა. მე ამ ადამიანის მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზიზღება სააკაშვილის საქციელები, რაც გააკეთა, მაინც შემიძლია რომ შევიდე. ასევე მე ილია მეორის საქციელები რაც გააკეთა ძალიან მეზიზღება, მაგრამ მაინც შემიძლია რომ ილია მეორის მდგომარეობაში შევიდე. ანუ მარტო მდგომარეობაში კი არ შევიდე. მათი ტკივილები გავიზიარო, ეს შემიძლია. ასევე მე შემიძლია გავიზიარო აი ივანიშვილის მდგომარეობა ძალიან კარგად. იმიტომ რომ როდესაც შენ შედიხარ ამ ხელა მასონთა კლასის წარმომადგენელთა შორის, როგორ არის იცით, აი ეხა მასონების გარდა ძალაუფლებაში არავინ არ მოგიყვანს და მასონებსაც არავინ არ მისცემს ძალაუფლებას თუ არა ღმერთის დაშვებით. გესმით? ანუ ნახე როგორი ორომტრიალია ეხლა, ნახეთ. შენ მასონების წინააღმდეგ რო დადგე პირისპირ და არ მოექცე მათი გავლენის ქვეშ, სულ ცოტა მინიმუმ უნდა გქონდეს იესო ქრისტეს გზა გავლილი. და შენ თუ არ გაქვს იესო ქრისტეს გზა გავლილი, ჩათვალე რომ შენი სული ყავთ დატყვევებული. ვაი იმის დღეს, ვინც ძალაუფლებაში მოვა და არ გაუვლია იესო ქრისტეს გზა. მაგრამ აქაც გაფრთხილებაა, მეგობრებო, ეს არის ერთგვარი თამაში, რომელსაც გვეუბნება ქრისტე რა და ქრისტემ თქვა შახმატ და მოიგო. ეხლა რას გვეუბნება ქრისტე? ჩვენც რომ ვთქვათ შახმატ და არა მხოლოდ შახ,
ხო? აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა გააკეთა ქრისტემ. ქრისტეს გზა თუ არ ქონდა გავლილი, შენ შახმატს ვერ იტყვი. ერთადერთი გზა არის ხსნისა ქრისტეს გზა. ამ თამაშიდან თავის დაღწევის გზა არის ქრისტეს გზა. და ეხლა რა შემთხვევაში ხდება შახმატის თქმა, იცით? გაიხსენეთ უდაბნოში რო გადის ქრისტე და ქრისტეს ცდის აი ეს ბოროტი რა, რომ მე მოგცემ ამ ქვეყნის ძალაუფლებას. ეს ყველაფერი შენი გახდება, მხოლოდ ისურვე, შენ მხოლოდ ისურვე. ნახეთ, სად ხდება? და ეხლა მე გეტყვით, სად დაუშვა თამარ მეფემ შეცდომა იმ თავის დროში. ეხლა ალბათ მიხვდით, რატომაც ვაკავშირებ თამარს, ხო? რატომაც ვაკავშირებ თამარს, ალბათ ის საერთოები, რომელიც ჩამოვთვალე, ეს ყველაფერი დამთხოვები და შემთხვევები არ არის, მეგობრებო, ამას თავისი ენა აქვს, ამის კითხვა უნდა შეეძლოს ადამიანს. ანუ სამყაროსეული ხელწერა არის ეს და ამ ხელწერის კითხვა თუ შეგიძლია, ხვდები ბევრ ამას რა, თამაშის წესებს. და ეხლა ნახეთ, სად დაუშვა თამარ მეფემ შეცდომა რა. იმიტომ მინდა ამ ფილმის გადაღება და იმიტომ უნდა დამეხმაროს ივანიშვილი ალბათ ამ ფილმის გადაღებაში, რომ ყველაფერს ფარ დააეხაროს. ეხლა რა? ბავშვებო, მაშინ ეხლა მე გავალ იქით ოთახში, კარგი? თქვენ აქ იყავით. თამარ მეფის პოზიცია იყო ასეთი რა. ერთადერთი ყველაზე მაგრა გადიოდა ქრისტეს გზას, ყველაზე მაგრა. მაგრამ აი ზუსტად მან დაუშვა შეცდომა, სადაც გამოუცდელი იყო და მაგიტომ. სად დაუშვა ახლა შეცდომათ რა? შეცდომა რა ძალიან მაგარი რამე არის, უნდა განახოთ რა. როდესაც თამარ მეფის პოზიცია, ანუ როდესაც ხდებოდა თამარ მეფის საკითხზე საუბრები, აი მაგალითად ხო რუსუდანი გიორგი მესამის და რომ ამ საუბრებში იყო, რომ თამარი არის გონიერი, რომ ის იყოს და მოვიდეს ძალაუფლება ქონდეს და ის არა ერთ სამეფო ანუ სამეფო კანდიდატს ჩამოუვარდება, ხომ? რა თქმა უნდა, იქ ბევრი კონკურენტი ყავდა თამარს. უბრალოდ თამარი არც განიხილებოდა როგორც მეფე, მაგრამ კონკურენცია იყო, რა თქმა უნდა, დიდი. დემნა უფლისწულის შემდეგ შვები იყვნენ, ხო, ჯერში. თამარი იყო ქალი, ახლა ქალს ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შეიძლება მეფე გამხდარიყო, ხო და თუ არა, იქ რუსუდან გიორგი მესამის დის, ანუ თამარის მამიდის ჩარევებით. ეხლა ნახე, სად უშვებს თამარი შეცდომას რა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ხედავს ძალიან დიდ უსამართლობებს სამეფო კარზე და არც ერთ ამ უსამართლობას არ ეთანხმება თამარი. თამარი ცდება ერთ რამეში, რომ მას გონია, რომ თუ კი ის ძალაუფლებაში მოვა, ის დაარეგულირებს ყველაფერს. კი არ გონია, პრინციპში ეგრეც მოხდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ ჩაიჭრა თამარი და რაში ჩაიჭრა, იცი? ქრისტეს გზას აცდა. შახმატი ვერ თქვა. მან თქვა მხოლოდ შახ და მერე გაექცა ეს შახი. ნუ იქ თავისებურად რაღაცა გავიდა კიდე რამდენიმე 1000 წრეული და ისევ იმ თამაშაზე დავეწყეთ, ხო? დაეწყო ისევ ის თამაშია. ერთგვარი იგივე თამაშია, ოღონდ ფიგურები ოდნავ სხვანაირად გამოიყურებიან. ეხლა რა მოხდა? ეხლა თამარის მდგომარეობაში რა. თამარს რომ არ დაეშვა ეს შეცდომა, მეორედ მისცა ღმერთმა შანსი, მეორედ. მაგრამ მეორედაც შეცდა. ეხლა ნახეთ რა, სად შეცდა? პირველად ხომ თამარი აირჩიეს მეფე. ოღონდ მეფეთ როგორ აირჩიეს, იცით მეგობრებო თამარი? არა თამარ მეფის სურვილის გარეშე. თამარ მეფეს სურდა და ისურვა ამასოფლისა მმართველობა. აი აქ წააგო ზუსტად თამარმა, როდესაც მას მიეცა, ანუ ქრისტეს გზაზე ხო გავიდა, გადიოდა რა და საბოლოო გამოსაში ჩაიჭრა. აი პური არ გადააქცია მაგალითად, ქვა არ გადააქცია პურად, მაგრამ ჩაიჭრა იმაში, რომ ძალაუფლებაზე ვეღარ თქვა უარი. ორჯერ მისა, მეორედაც მისცა ღმერთმა შანსი მეორედაც ვერ თქვა უარი. და მე ვფიქრობ ეხლა რა ჩარევა მოხდა, განა იმიტომ რომ თამარ მეფემ არ იცოდა ამ თამაშების შესახებ და არ იცოდა ქრისტეს გზა რომელი იყო და არ იცოდა ეს ბოლო გამოცდა რომელი იყო, ხო?
მაგრამ მოხდა ერთი ჩარევა. აქ მოხდა ისევ და ისევ ბნელი ძალების ჩარევა. და როგორც ვამბობ, თამარ მეფის მამიდა, როგორც უკვე ნახსენები არის ვეფხის ტყაოსანში დავარად წოდებული, დავარი, რომელიც არის ჯადოქრობით დაკავებული, ამ ადამიანს შეეძლო ნებისმიერი ადამიანის გონება გამოერეცხა. გესმის? ისე გადაეპროგრამებინა, როგორც მას სურდა. იმიტომ რომ მას ჰქონდა ამის დავარი იყო, ახლა ჯადოქარი იყო და რასაც ისურვებდა, ის ხდებოდა. მაგრამ ნახეთ როგორ მოხდა. თამარ მეფე იყო რუსუდანის გაზრდილი და თამარ მეფის მდგომარეობა, მე ვფიქრობ, რომ თამარ მეფე ამ შემთხვევაში ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული რუსუდანის, იმიტომ რომ თამარ მეფის არ არსებობს, რომ არ სცოდნოდა ამ თამაშის შესახებ, არ არსებობს, რომ არ სცოდნოდა, რომ მისი ვალი, ან თუ კი ის ქრისტეს გზას გაყვებოდა, იყო ის, რომ მას ეთქვა უარი ამ ძალაუფლებაზე. ანუ ამას სოფლისა მმართველად თქვენ იცით, რომ ამას სოფლის მმართველი არის სატანა, ხო? ამას სოფლისა მმართველობა, რომელსაც ეუბნება სატანა ქრისტეს, რომ შენ მხოლოდ ისურვე და მე გაგხდი ამ სოფლის მეფედ. და ქრისტე რას ეუბნება, გაიხსენეთ, ხო? და აი აქ რატო ჩაიჯრა თამარი, იცით? პირველად ვერ თქვა უარი, ვერც მეორედ თქვა უარი. ვერ თქვა უარი, მაგრამ მერე ბოლოს მაინც ნახეთ, თამარ მეფე იხსნის თავის გვირგვინს, როდესაც კვდება გიორგი მესამე, თამარ მეფე იხსნის გვირგვინს და ამბობს უარს თავის მეფობაზე, ამბობს უარს. მაგრამ ისევ და ისევ სამეფო კარის წარმომადგენლების კი არა და საეკლესიო კარის წარმომადგენლები, რომელიც იყვნენ დამოკიდებული რუსუდანზე, ფიზიკურად თუ ასტრალურად თუ მენტალურად ყველანაირად რუსუდანზე იყვნენ დამოკიდებული, ეს ქალი იყო დიდი დავარი. აგზავნიან რუსუდან მეფეს თამართან, რომ გაიხადოს ძაძები და გახდეს ისევ მეფე. მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფე მოიხსნა გვირგვინი და თქვა ეს აღარ მინდა, არ მინდა, აღარ მინდა მეფობა. შო, მორჩა, არ მინდა, აღარ ვარ მეფე, გადავდექი. რატომ უნდათ ეს სხვა საკითხია? მაგრამ რატომ კიდევ დაიხურა თავზე გვირგვინი თამარმა? აი ეგ არის ყველაზე დიდი ამოცანა ჩვენთვის რა. რა ჩარევა მოხდა? ამიტომ თამარ მეფე წმინდანი ვერ არის ჯერ. იმიტომ ვერ არის, რომ მისი საქციელებიდან გამომდინარე ქრისტეს ბოლო გამოცდაში ჩაიჭრა. გესმით? და თუ კი თამარ მეფის რეინკარნაცია მოხდება, აუცილებლად მოხდება მისი კვლავ ამ საკითხში გამოცდა. აუცილებლად, იმიტომ რომ მისი აქ რეინკარნების სხვა შანსი და აზრი არ არსებობს. თუ კი ესა თუ ის პირი რეინკარნირდება, მას აქვს დარჩენილი გამოცდა ჩასაბარებელი. ხვდებით ხო ალბათ რაზეა საკითხი? მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფეს ეგონა, პირველ გამეფების შემთხვევაში ვამბობ, თამარ მეფეს ეგონა, რომ ის თავის ჭუაზე ატრიალებდა ხალხს, რომ თუ თქვა დაჯდებოდა სამეფო კარზე და უამრავ არასწორობას ხედავდა და ეგონა, რომ ამ ყველაფერს მოაგვარებდა, მიხვდა ამ 4 წლის განმავლობაში მამამის რომ დაყვებოდა, რომ ის ვერაფერს ვერ მოაგვარებს აბსოლუტურად, იმიტომ რომ იმ ხელა ძალებთან უნდა შეეჯახოს და იმ ხელა ძალები არიან აქ ჩარეული და მეფეს რომ საერთოდ მეფის სიტყვას რო ძალა არ აქვს ამ ქვეყანაში და გამოიხსნა გვირგვინი. მოიხსნა გვირგვინი, იმიტომ რომ ეხლა თქვენ იცით ვინც იყო თამარ მეფე, ხო? იცით ვინ იყო თამარ მეფე, რომ ის ძალიან გონიერი ადამიანი იყო და ის ძალიან კარგად მიხვდებოდა თუ რა ძალების უნარი ექნებოდა მას თუ კი ის მეორედ მოვიდოდა ისე გვირგვინს დაიხურებდა თავზე. ეს იყო დიდი ვალდებულება ჯერ ეგერთიც, პასუხისმგებლობა და მიუხედავად პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისა, მის ძალას სიტყვა არ ჰქონდა. ეს ფაქტიურად ჩანს იმაში, რომ ქმარიც კი ვერ აირჩია თავისი ნებით, ხო, თავის სურვილზე. ეხლა წარმოიდგინეთ.
ამაში რომ სხვები ერევიან, სხვა საკითხებში რა იქნება, ხო? ანუ პირადში რომ სხვები ერევიან, სხვა საკითხებში რა იქნება? კიდე გავიმეორებ რა. ეხლა არავინ არ მითხრეს რომ ეგრე არ იყო. ეგრე კი არ იყო, ფაქტი სახეზე გვაქვს. რომ ჩვენ ვიცით თამარ მეფის სიტყვები რას ეუბნება გიორგი რუსის დაქორწინების დროს, სამღვდელო პირებს, არა თავის ძმებს და დებს, სამღვდელო პირებს რას ეუბნება. არ იცით ვინ არის ეს ადამიანი და ესე უცბად შეიძლება გადაწყვიტოთ? ჩემ მით უმეტეს ხო, გასაგებია. უკვე გასაგებია ვინ მართავს სახელმწიფოს, ხო? უკვე გასაგებია ყველაფერი ალბათ თქვენთვისაც. ასე რომ მეგობრებო, თუ გიორგი ბრწყინვალეს, თუ დავით აღმაშენებელს, ერთგვარი თამაშია ეხლა ეს. მის ძალაუფლება და გამოსასწორებელი აქვს თავიანთი საქმეები და უბრუნდები ახლა ისევ ივანიშვილს. სავარაუდოდ ივანიშვილს ჯერ კიდევ აცდიან თავისი რაღაც დარჩენილი კარმული ვალები გამოასწოროს, თუ კი შეძლებს გამოსწორებას. თუ არა და სხვა შემთხვევაში ან ელოდება 4 კედელი, ან ელოდება სხვანაირი სასჯელი, როგორც ილიას, ან როგორც სხვა სასჯელები, რომლებიც არსებობს. და მიუხედავად ამისა, გარდა გიორგი ბრწყინვალისა და გარდა ამისა თუ იმისა, არსებობენ ის ძალები, როგორც ჩანს, ამ ხელწერაში უკვე ჩანს, ვინ იცდებიან. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ამ სახის ხელწერის, ანუ სამივე საკითხში, რომელიც ხელწერაც აღმოვაჩინეთ უკვე ივანიშვილის, სააკაშვილის და ჩემს ჭაღარაში, ხელწერაა ეს ერთგვარი, რაღაცას ნიშანია. ვინც კითხულობს, ვინც ვერ კითხულობს, ის ჯერ კითხვებს სვავს. რომ რა არის ეს, რა ხელწერაა, ხო? სავარაუდოდ, რადგან ჩემი ასტრალური სააკაშვილი საერთოდ არ მსიზრებია, ის ჩემს ენერგეტიკაში აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს, არ არის სააკაშვილი ჩემს ენერგეტიკაში. მაგრამ ივანიშვილი, ილია მეორე, ესენი არიან ჩემს ენერგეტიკაში, როგორც ჩანს, და ამ სამ ადამიანს აქვს რაღაცა ასტრალურში დაგეგმილი. ვნახოთ რა არის დაგეგმილი. ხო? მოკლედ, მე მგონი ძალიან გრძელი ლაივი გამომივიდა. დავიწყეთ ბავშვობიდან და მივედით ისევ და ისევ იქამდე, პეტრემდე. პეტრე ხო იცით ვინც არის? ჯორჯაძის მსმენელს ეწოდინება პეტრე ვინ არის? ხო და ვნახოთ რას გადაწყვეტს პეტრე. ძალიან საინტერესოა, გასაგებია, რომ ილია პეტრია, მაგრამ ვინ არის ივანიშვილი მოციქულთა შორის? მოციქულთა შორის ივანიშვილი ვინ იქნება თქვენი აზრით? ქრისტეს მოციქულთა შორის. თუ კი ილია არის პეტრე, ივანიშვილი ვინ არის? პილატე? არა. ჰეროდე. მე მგონი უფრო ჰეროდე. ვნახოთ, გამოჩნდება. სახელი გვარი ამბობს კიო და აბა ვერ მივხვდი რაზე ამბობ კი. ცოტა დაგვიკონკრეტე სახელი გვარი. თან იცინის. მეც გამაჩინეთ. თეთრი ვარდია, ეხლა მე რასაც ვხედავ ეხლა აქ, თეთრი ვარდი. ვარდის ტრანსფორმაცია. ხო, ტრანსფორმაცია კი არა, ევოლუცია ხო ერქვა, ვარდების რევოლუცია. ეხლა უნდა ერქვას ვარდის ევოლუცია. ვარდის ევოლუცია უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ეს ვარდი, რომელიც მოპარული აქვს მასონებს და თავიანთ სიმბოლოთ აქვს აღებული, როგორც ისევე ქოროსის თვალი, როგორც ისევე სხვადასხვა სიმბოლოები და ქართული ამბანიც კი. შემოგარტყავენ სარტყელს და სადაც არ გინდა იქ წაგიყვანენო პეტრე. კი, ლალი, კარგად. კი, ზუსტად ეგ არის, კარგად მიხვდი.
გრძელი ლაივი გამომივიდა, ხო? ეხა მივხვდი, რაზეც გულისხმობ. მივხვდი სახელი გვარი. გრძელი ლაივი გამომივიდა ნამდვილად. ცხვირში გავიჭედე. ხო და მოდი ეხლა დავასრულოთ ეს ლაივი. ხო და ვნახოთ რა იქნება ეხლა ვარდის ევოლუციის შესახებ. ვარდი გადის ევოლუციას, მეგობრებო. ხო, მივხვდებოდით რა ევოლუციას გადის, ჯვარზე მომხდარი ამბის შემდეგ, რა ვარდზეა საუბარი და რა ევოლუციაზეა საუბარი, ამას მხოლოდ ჩემი მსმენელი, ერთგული მსმენელი მიხვდება, ვინც ახლები ხართ, ისინი უბრალოდ ვერ გაიგებენ, რაზე ვსაუბრობ და საერთოდ ჩინური იქნება მათთვის. თუ ინტერესი გაგიჩნდათ, რაზე ვსაუბრობ და მაინც გაინტერესებთ და ჩაძიება გინდათ, გადადით ჩემს გვერდზე Liquid Dogma, თამარის ლაივი, ესე ქვია YouTube-ზე, იმიტომ რომ Facebook შლის ვიდეოებს და მე მგონი წაშლილი იქნება ის ვიდეო უკვე. და YouTube-ზე იხილავთ Liquid Dogma ლათინურად და მე ქართულად თამარის ლაივი ჩაწერეთ, ამოგიგდებთ იქ ჩემს გვერდს, ჩასკროლეთ, იქ ვიდეოებში ნახეთ საპატრიარქოს ხაზით, ანუ იქ ისინიც არის პლეილისტებია და პლეილისტებში საპატრიარქოს მიმართ მონახეთ პლეილისტი და იქ უნდა იყოს მთელი 750 ვიდეო რო არ ჩასკროლოთ, საპატრიარქოს მიმართ პლეილისტში ნახეთ ჯვარზე რა მოხდა რამდენიმე კვირის წინ. ხო, 23, ხო, ზუსტად გეტყვით, 21-ში, 22-ში და 23 მარტს რა მოხდა ჯვარზე. აი, მაგ შემთხვევაში გაიგებთ რა ვარდზეა საუბარი და რა ევოლუციაზე და რა ჯადოზე და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემო კარგებო, ურჩხული და მძეთუნახავი, ხო, ლალი, შენ იცი უკვე. ეს ურჩხულისა და მზეთუნახავის შერიგება უნდა მოხდეს, მეგობრებო, სხვანაირად არ გამოვა. ურჩხული არ კვდება, არც ღმერთი კლავს სატანას. ღმერთი უბრალოდ თავის ადგილს მიუჩენს სატანას. ასე რომ, თუ ღმერთმა არ მოკლა სატანა, ჩვენც უნდა დავანებოთ ამ სატანის დამარცხებაზე ფიქრთავი. სატანა კი არ უნდა დავამარცხოთ, თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. გესმით? თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. ამ შემთხვევაში ეს სატანაც ცხრება და ღმერთიც თავის სინათლეს შემოიტანს. ხომ ხვდებით არა? ანუ თამაშის წესები არსებობს, თამაშის წესები არის ნებისმიერ ზღაპარში, მოთხრობაში, მითში, წერილში, საეკლესიო ბიბლიაში მოცემული და ამ თამაშის წესების მიხედვით უნიკალური ცვლილება შემოაქვს, ვარდის ევოლუცია შემოაქვს ქრისტეს. აი ამ ვარდის ევოლუციის შესახებ უნდა გაიგოთ ქრისტეს ფსიქოტიპი. შეხვიდეთ მის მდგომარეობაში და არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად გაიაროთ მისი ცხოვრება. პრაქტიკაში კიდევ რას ნიშნავს, ხო, პრაქტიკულად მისი ცხოვრების გავლა? მისი ცხოვრებით უნდა დაიწყოთ ცხოვრება. ჯერ მაგას გასუფთავება უნდა, სანამ ქრისტეს გაყოლას დაიწყებს, სანამ გადაწყვიტავ, რომ ქრისტეს გაყვე, იქ შენი საქმეები გაქვს მოსაწესრიგებელი, სხვადასხვა ვალდებულებებისგან თავის დახსნა არის საჭირო, მაგალითად ერთ-ერთი არის ბანკის ვალი და შემდეგ შეგიძლია თავისუფლად გაყვე ქრისტეს. ამ ყველაფრის მოწესრიგება მე დაახლოებით 2014 წლიდან დავიწყე. ეხლა არის 2025 წელი, 11 წელი გავიდა მას მერე. ასე რომ გისურვებთ თქვენს, რომ მოგეწესრიგებინოთ თქვენი ვითარება ისე, რომ გაყოლილიყავით პრაქტიკაში ქრისტეს, თეორია უკვე იცით, მაგრამ ეს თეორია პრაქტიკაში გადაგეტანოთ და შემდეგ უკვე, როდესაც იმ გამოცდამდე მიხვალთ, რომ ძალა უფლება, აი ნახეთ, ძალა უფლების გამოცდაზე მოხვალთ, იქ ერთადერთი შანსი გაქვთ შახმატის თქმის, რომ უარი თქვათ თქვენს ძალა უფლებაზე.
ამა ქვეყნის ძალაუფლებაზე უარის თქმა არის ბოლო გამოცდა. და ბოლო გამოცდა კიდე არის შენ საკუთარ სხეულის დათმობა. ანუ სიკვდილს შეეგებო სიხარულით. ანუ სიკვდილს კი არ შეეგებო სიხარულით, მამასთან წასვლას შეეგებო სიხარულით. და სხეულმა არ დაგიტოვოს უკან რაღაცა, რომ აი სხეული მე მინდოდა აკოფნა ამაში და უცბად მამამ წამიყვანა თავის. ხვდებით? გაკოცეთ ბევრი, გისურვებთ საუკეთესო სიზმრებს, ხილვებს, გამოცხადებებს, ჩვენებებს, ქრისტეს თქვენთან ურთიერთობას და მე პირადად ქრისტე მენატრება, იცით როგორ მენატრება, გეგონება რომ 2025 წელი აღარ მყავს ნანახი რა და ეხლა როგორც მომწყურდა მისი ნახვა. აი ესე მენატრება და ამინ ამენით იესო ქრისტეს მოსვლას ვისურვებ მთელი გულით. გემშვიდობებით.